username შევწერთ. ჩავწერეთ Instagram-ზე. Digital Products DK. ვაკოპირებ. Username შემოვწერთ. Next. შევიდეთ mail-ით. აქ შეიყვანეთ username, მაგალითად ჯერ Instagram-ი მაქვს შეფერილი მარტო. დავაკოპიროთ. Next. მოძებნის ახლა. Username არ მეორდება და ამიტომაც ჩვეულებრივ იპოვის. ანუ ერთი და იგივე username-ით ორი ადამიანი არის. შენ ხარო კითხო და უდასტურებ. არა დამიგერერებს კიდევაც ახლა page. ნახეთ რამდენი ვარიანტი შემოთავაზა ეს და ეს. რომელიც მომეწონება შემიძლია ვარჩი, მაგრამ დიდად არც ერთი არ მომწონს სიმართლე, მაგრამ ეს იყოს. ფერებს შევცვლი და ეგ იქნება ეს ღილაკები ძალიან კარგად არის. ესენი არ მომწონს. ესეც კაია სხვათა შორის. მაგრამ ეს რგვალი ლოგო მირჩენია. ვიყენებთ ამას. Next, უბრალოდ ფონს შევცვლი მერე. ეს არ ჭირდებათ ფასიანი ვერსია, უფასო ვერსია საკმარისია. Domain-იც არ ჭირდებათ, skip for now. მორჩა. Instagram-ი ნახეთ უკვე მილინკულია, ეს შემიძლია არ გამოვაჩინო, აი იქ იქნება მარტო. ამას დააწყებები ნამოვადებს. კაი, მაგალითად მინდა ახლა სხვანაირი თემა აი ეს. აქედან შემიძლია ავირჩიო. ოს ჩემი AI გენერირებული. ეს მას თუ შევცვლი, ამას წესი დავუკარგავ. ამის რედაქტირება შემიძლია. აი background-ი შეცვლა შემიძლია. ვიდეო შემიძლია დავაყენო, ფოტო შემიძლია ავტვირთო. Solid მინდა მაგალითად. Social მინდა იყოს ფონი. Custom background იყოს social. Link clicking. ღილაკები ეს. ღილაკის ფერი რა ფერი იყოს? მოდი თეთრი იყოს ღილაკი. ღილაკ ტექსტი იყოს შავი ფერი. მაგრამ მე იმაზეც ბატონ ტექსტი მინდა შავი. ესე კაია. Header ტექსტი თეთრი იყოს. ეს არ არის თეთრი. ეს არის. ეს იყოს ასე. ეს ტექსტის ფონტია. აქ კიდევ უამრავი ვარიანტია, შეგიძლიათ აქედანაც აარჩიოთ. ფერებში. აი ასე. აი ეს იყოს. ახლა რაც